რეპორტაჟი პრაღის შეხვედრის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე გადასვლა დააანონსა. თუმცა კონკრეტულად რა გეგმა აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე უცნობია. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქმედება დაიწყო უწყებაში მათ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დაიბარეს და მოსკოვისა და სოხუმის შეთანხმების ის გეგმა გააცნეს, რომელიც ფაქტიურად აფხაზეთის ანექსიას ნიშნავს. მთავრობა პრემიერის მიერ მიღებული დავალებისა და იმ ერთადერთი შანსის გამოყენებას იწყებს, რომელიც რუსეთთან პრობლემების მოსაგვარებლად დარჩა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. შეხვედრას პრაღაში კარასინთან შეხვედრით იმედგაცრუებული ზურაბ აბაშიძეს ესწრებოდა. ეს მარტო საქართველოს ინტერესებში არ არის, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, დასავლელი პარტნიორების ინტერესებშიც არის, რომ აი რეგიონში არ გახდეს, არ გაჩნდეს კიდევ ერთი ახალი დაძაბულობის ფაქტორი. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არის სწორედ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მივიღეთ რწმუნება მათგან, რომ ისინი შესაბამისად თავიანთ დედაქალაქებს მიაწვდიან ამ ინფორმაციას და ჩვენ ველით, რომ მოხდება ამ ყველაფრის ადეკვატური გამოხატვა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლება შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და პირობა დადეს, რომ მიღებულ ინფორმაციას მათი ქვეყნის დედაქალაქებს დაუყოვნებლივ გადასცემენ. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც ჩვენ უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებლობა ინფორმაცია მიგვეღო ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ გადავცემთ ჩვენს დედაქალაქებს საქართველოს შეშფოთებას, ამას გააკეთებს ყველა დიპლომატი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა. შაბათს დაანონსებული აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით თბილისში. თავად მინისტრი კი საერთაშორისო ფორუმებზე ცდილობს. ლუქსემბურგში მაია ფანჯიკიძე კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაფორმალურად შეხვდა. ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის გეგმა იყო. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის შეთავაზებული ხელშეკრულება იქნებოდა ძირითადი თემა, ეს ასეც იყო. კოლეგებმა გამოთქვეს ასევე შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთი ეხლა უკვე საქართველოს დასჯას აპირებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისთვის და ეს არის ახალი სცენარი, რომელიც მან შესთავაზა ბრჭყალებში საქართველოს. გასაკვირველია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ჩვენ გამოვხატეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან ერთად, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება იმ ხალხის ნებას, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებით საგარეო კურსის შესვლა აბაშიძე კარასინის შეხვედრის უშედეგო დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. ამ საკითხზე მთავრობა კიდევ ერთხელ 28 ოქტომბერს იმსჯელებს. ამჯერად პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოზე.